გასაგებია აქ პოლიციაც დგას იქ ბოლომდე რო ჩავაჭიროთ Ending for connection if not needed please turn off the device პროთი არ ვიცი რამდენად კარგად დაინახავთ მაგრამ რა ვიცი ანუ გარეთ ხილიც არის შავი ფერი ნამდვილად ძალიან უხდება მიუხედავად იმისა რომ 2003 წლის არის ძალიან კარგად გამოიყურება ჩემი აზრით და საერთოდ გარედან მე იმიტომ არ ვიღებ ხოლმე რომ GoPro უბრალოდ ურევს რა იმ თვალსაზრისით რომ სხვანაირად იღებს ვიდეოს მოგესალმებით მეგობრებო დღეს ჩვენ გვყავს E-კლასი 3.2 დიზელი V211 და ეს არის ჩემი პირველი ტესტ დრაივი ამ მანქანის, ამიტომაც მეც გონზიარ ვარ ეს მანქანა როგორ დადის, ერთად გავტესტავთ მას და გავიგებთ ამ მანქანის შესახებ ძალიან ბევრ რამეს. პირველი ანუ რა სვალში მხდება ეგრევე რომ ჩავჯექე არის თვითონ ინტერიერი, რომელიც მართლაც რომ ძალიან კარგია, ჯერთია შავი ფერი უხდება. ეს ხის ნაწილებიც მართლაც ძალიან სასიამოვნო და კარგია. აი მართლაც რომ ძალიან კარგად გამოიყურება. თან ბევრად უფრო მოდერნისტულიც არის და ამავდროულად ახალგაზრდულის ჩემი Mercedes-თან შედარებით ამასთან. Ending for connection. ამაზე ბოდიში ვიხდი, არ ვიცი როგორ უნდა გამოვხდო, იმედია მეც აღარ შეგვაწუხებს და ამავდროულად ხმა, ანუ დიზელი არის ბევრად უფრო ხმაურიანი, ეს ალბათ ისეც ყველა მიცოდით, მაგრამ აი მართლაც რომ აი ეს სულ რაღაც ტრაქტორის ხმა სულ ისმის. მაწუხებს თუ არა ეს? სიმართლე გითხრათ დიდად არა. ცოტათი გამიკურდა, იმიტომ რომ ჩემ Mercedes-ში პრაქტიკულად ხმა საერთოდ არ მესმის, მაგრამ აქ ნუ აი სულ ეს რაღაც ტრაქტორის ხმა მესმის. აი ახლაც კი როდესაც უბრალოდ ადგილზე ვარ გაჩერებული, ეს ხმა ისმის. ამავდროულად უნდა ვთქვა საჭეზეც რამდენიმე სიტყვა, ბევრად უფრო კარგი საჭე იმ თვალსაზრისით რომ გვაქვს მედი აღილაკები, ანუ უფრო მეტი კონტროლი შეგვიძლია ისე რომ ვთქვათ ხელის საჭედან არც კი ავიღოთ, რა ძალიან მაგარია და ნუ სპიდომეტრი ბევრად უფრო მაგარია ვიდრე ჩემი. ოჰო. აჰა, გასაგებია და ნამდვილად არ არის ნელი, ანუ 3.2 ძრავი გვაქვს 200 ცხენის ზალა დაახლოებით, მაგრამ დიზელის ძრავები რასაკვირველია, ცხენის ზალაზე უფრო მეტად არიან თორკზე კონცენტრირებულები. ამიტომაც ჩვენ გვაქვს 500 ნიუტონ-მეტრი თორკი, რაც არის ჩემ Mercedes-ზე, ანუ E-კლასი მყავს მე 3.2, ოღონდ ჩვეულებრივ ბენზინის ლამის 200 თორკით უფრო მეტი. ამიტომაც ბევრად უფრო მძლავრია. აჰა, მოსახვეებშიც კარგად შედის. თვითონ ხედვა ძალიან კარგია, ანუ აი ყველაფერი ჩანს ძალიან კარგად, უკეთესადაც კი ვიდრე ჩემ Mercedes-დან. მე ჩვენება რომ ეს პანჯარა ცოტათი უფრო დიდი არის. ანუ ზომები დაახლოებით იგივე არის, მაგრამ რა ვიცი, აი მართვისთვის მართლაც რომ საკმაოდ მარტივია. ხო, გვაქვს როგორც გითხარით 6 ცილინდრიანი დიზელის ძრავი, ოღონდ ტურბირებული და ეს თორკი არ გვაქვს ნებისმიერ მომენტში, ანუ 1600 ნიუტონ-მეტრიდან უკვე გვაქვს 1600 ძრავის ბრუნიდან უკვე გვაქვს ეს 500 ნიუტონ-მეტრი თორკი, ანუ აი ეს სკამზე მიბჯენა და ეს მიკრობა სკამზე ნებისმიერ მომენტში თითქმის გვაქვს, ანუ აი ეს არის ძალიან მაგარი რამე ამ თვალსაზრისით. კი, ანუ მართლაც რომ Ending for connection if not needed please turn off the device. Bluetooth-ის ტვინის ბურღვას არ ვიცი. ხო, ჩვენ ვაპირებთ რომ ამავდროულად გავიდეთ ავტობანზეც კიდე და დავტესტოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეს ისეთი ავტომობილია რომ ნამდვილად იმსახურებს ავტობანზე გატესტვას. ცოტა ანუ ამ ავტომობილს უმეტესად ყიდულობენ, უფრო რაღაც შედარებით გრძელი გზებისთვისაც, ხო, ანუ ქალაქში თუ პრობლემად შეიძლება ამის მართვა, იმიტომ რომ მართლაც რომ უმარტივესი სამართავია, იმიტომ რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად გაკეთებული, კარგი ხედველობა მაქვს, ყველაფერს კარგად ხედავს სარკეებში, ამავდროულად საჭე არის საკმაოდ მსუბუქი, მარტივი სამართავი ძალიან და ხო აი თვითონ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მანქანასა და ამ მანქანას შორის დიდი სხვაობა არ არის ლონების ხო, ანუ 6 წელია თუ 5 წელი, აი მართლაც რომ ბევრად უფრო თანამედროვეა, თუნდაც აი ეს მოხვევაც ხო, მცირე მოხვევაზეც კი ბევრად უფრო კაფეოდ რეაგირებს. მოხრუჭი ეს როგორ უნდა გამოვხდო, არ ვიცი. გამოვხდა ეს სამწუხაროდ, რას ვიზამთ? ხო, იმას გეუბნებოდით, რომ ბევრად უფრო თანამედროვედ გამოიყურება, უფრო ლამაზიც არის ჩემი აზრით, ბევრად და თვითონ ანუ
ამ მანქანას როდესაც ვინმე დაინახავს, გარედანაც გაჩვენებთ, ხო არავის არ შეექმნება იმის ასოციაცია, რომ რაღაც ეს არის ტაქსისტების მანქანა, ან რაიმე მსგავსი პირიქით. საკმაოდ დიდრულად გამოიყურება ეს ავტომობილი თავის დროზე ღირდა 70,000 евро, ანუ დღევანდელი 70,000 евро, მაშინ 50,000 დაახლოებით. და ანუ აი ხა ეს პლუს სად მიძვრება რა. და ნამდვილად ეთყობა მანქანას. ცოტა საცობია, მაგრამ არა უშავს. გადავიდანთ. ხო, ამავდროულად უნდა ვთქვა, თვითონ ამორტიზაციაზეც, ანუ რამდენად რბილი და კომფორტული არის ავტომობილი. როგორც იცით, საერთოდ E-კლასი არის საკმაოდ კომფორტული, მაგრამ V200-სა და V211 შორის კომფორტში ცხოვრება არის საკმაოდ შესამჩნევი. დავჯექი თუ არა, ეგრევე ეთყობა, რომ ბევრად კომფორტული. ეს არის ჰაერის ბალიშებზე. ანუ ეს არის უმაგრესი რამე. ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა არის ბევრად უფრო კომფორტული. ამავდროულად გვაქვს 3 რეჟიმი, ანუ შეგვიძლია მანქანა დავადაბლოთ, ცოტა უფრო სპორტული გახდეს, უფრო უხეში, რომ მოსახვეებში უკეთ შევიდეთ, ამავდროულად უფრო სპორტული შეგრძნებაც გქონდეს, თქვა ავტობანზეც, უფრო სტაბილური იყოს, უფრო კარგად იჯდეს და ქალაქში შეგვიძლია სტანდარტული რეჟიმი გამოვიყენოთ, რომელიც უფრო ის იქნება კომფორტული და აი მართლა იგრძნობა რა, არ გეტყოდით, ისე მართლა დიდი სხვაობა არის. გადავედი თუ არა ბრძოლი არის პოლიციაზე, ხელოვნურ დაბრკოლებაზე, რაც გინდათ ის უწოდოთ. ეგრევე შევამჩნიე თუ რამდენად უფრო რბილია ეს ავტომობილი ჩემს E-კლასთან შედარებით, რომელიც ასევე უკვე რბილია. ანუ კომფორტის მხრივ if not needed, please turn off the device. აუ ეს რაღაცნაირად გამოვრთო რა. პრემია ტვინს ბურღავს. არის. შეიძლება გამოვრთე, შეიძლება არა. და გავართლას რასაკვირველია ავტობანზეც და ვნახოთ ამ მანქანის შესაძლებლობებსაც იქაც. სიგნალით საკმაოდ კარგი აქვს. მუხრუჭი ცოტა უცნაურია, ანუ თავიდან თითქოს დაანუხეშია, მე რბილდება, არ ვიცი, მაგრამ ნუ შეჩვევის საკითხია, ნამდვილად არ არის ეს პრობლემა. კი არა, ძალიან რბილი, აი, იცით როგორ გაიგეგონება მართლა ღრუბელზე რაღაც მიდიხარო რა, ეხლა ნუ ეს კლასის დონე არ არის რასაკვირველია, მაგრამ ჰაერის ბალიშები ძალიან დიდ სხვაობას იძლევა კომფორტის თვალსაზრისით და ძალიან მომწონს. Power off. მერტო ჩემო. საერთოდ ანუ ეს დიზელების მიმართ მე ყოველთვის მქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ აი უბრალოდ მიკვირდა გაგება თვითონ დიზელის არსის, ხო, ანუ Mercedes ყიდულობ. Ending for connection. ვერ გავაჩუმე. აბს, კარგი. არა უშავს. ავტობანზე რომ გავალთ, უფრო დავმშვიდდებით. ხო, ანუ იმას გეუბნებოდით, რომ დამოვიწყე საერთოდ რას ვამბობდი, მაგრამ ხო, დიზელები საერთოდ არ მომწოდა თავიდან, იმიტომ რომ ეს ტრაქტორის ხმა აქვს და Mercedes-ის მოღამი ის არის, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად ჩუმი, არ უნდა შეგაწუხოს, ხმა არ უნდა გესმოდეს, გარედან ხმა არ უნდა შემოდიოდეს და ამ დროს გაქვს ტრაქტორის ძრავი, ხო, რაღაცა ესე გამოსცემს ხმას, მაგრამ ამავდროულად გაქვს ბევრი თორქი და მანქანა წვავს ცოტას ბევრად, 7-8 ლიტრი ალბათ სიმართლე გითხრათ, დიდად არ დავინტერესებული ვარ, იმიტომ რომ ამ მანქანას თვითონ მართვით ვიყავი, მე უფრო დაინტერესებული და oh boy. თორქი ნამდვილად იგრძნობა, მოსახვეებში კარგად შედის, საკმაოდ კაია. კარგი, მოდი ახლა გადავვრთოთ სპორტულ ამორტიზატორებზე. აჰა. ეს სპორტ 2. ანუ ახლა ნამდვილად სპორტულ ამორტიზატორები გვაქვს ჩართული. ხარებით შეგვიძლია ავანთოთ. დაგვითმონ ცოტა, იმიტომ რომ აი როგორც ყოველთვის მეგობრებო, სწრაფხასში მიდიან, მიზოზინებენ, სწრაფხას რა უჭერს, აი ნუ აი ეს გადმომიხდა აქეთ. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ის შემიძლია თქვა, რომ ძალიან რბილია, ნამდვილად ხმა არ იგრძნობა. ანუ სტურბილებული ძრავი რო არის, რაც ლაგის ფონში იგრძნობა, ანუ თვითონ შესაძლებლობს მანქანისას თვლიანად არ იღებ და მერე უცებ იღებ. პოლიციაც დგას იქ. მოდი 10 საათი შეგვიძლია უპრობლემოდ წასვლა, უპრობლემოდ მიდის, მართლაც რომ
კი, ჩემ მანქანაზე უფრო სწრაფია. არა ვიცი, იგრძნობა კი, მაინც მინიმუმ უფრო სწრაფად. ძალიან მარტივ. აი 100 კმ/სთ-ით მივდივარ, ეხლა მოდი შეგვიძლია 120-მდე წავწიოთ. ვაუ, მაგარია. ბოლომდე რო ჩავაჭიროთ. Ending for connection. If not needed, please turn off the device. 160, კარგი. ძალიან მარტივად ავითარებს სიჩქარეს, ძალიან მარტივად. არ ვიცი, ახლა ვიღაცა შეიძლება 5 და 5 AMG ყავს და იმასთან შედარებით ეს არაფერია, მაგრამ აი ბოლომდე მივაჭირე თუ არა მანქანას, საგან აი იმ წამშივე იგრძნობა სიჩქარე, საკმაოდ სწრაფად თავს კოლოფი სწრაფად თავს და ამავდროულად ძალიან რბილად, ანუ ვერ გრძნობ შენ რაღაც პრობლემას. აი ნუ ეხა ეს Mercedes რაღაც დებილობას ხო არ აპირებს, ამიტომაც მოდი მიუსიგნალოთ. გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. თორკი გაქვს აი ძალიან ბევრი და ამიტომაც აი აღმართზე მივდიოდით, მიაჭერ თუ არა ცოტათი მანქანას არავითარი პრობლემა არ აქვს, იგივე მიფრინავს. ხმა გარდა ცოტა შემოდის. სპორტ რეჟიმშიც კი საკმაოდ კომფორტულია, ანუ ამორტიზატორები ახლა სპორტულ რეჟიმში გვაქვს. Power off. საკმაოდ კომფორტულია. Power on. Wow. Ending for connection. რა უნდა ამასო? ვაფშე გამორთვა შემოვაშო. აიცა, არა უშავს კარგი. აი პირველად ცხოვრებაში არ გადავიარებ უგაროზე. არგი დავიკიდოთ ეგ, ანუ ამ მანქანისაგან რას იღებთ, როცა ყიდულობთ რა, რასაც უყურებ მე. ძალიან მაგარ კომფორტ, სისწრაფე ნახეთ, ნამდვილად სწრაფი მანქანა არის, ამაზე არ შეიძლება ითქვას, რომ ნელი არისო. კი ეს ტრაქტორის ხმა აქვს, მაგრამ იცით რა, ამას თავისი გარკვეული მუღამიც აქვს, ანუ შემაწუხებელი ნამდვილად არ არის ეს ტრაქტორის ხმა. სიჩქარე ნამდვილად არ იგრძნობა, ეხლა 90-100 კმ/სთ-ით მივდივარ და ისე შეგრძნება აქვს თითქოს მივდივარ 60-ით, ამიტომაც მაგას ყოველთვის უნდა დაუკვირდეთ. მოსახოვებში შედის უკეთ ვიდრე ძველი E-კლასი, ბევრად უკეთ, ნუ ბევრად თუ არა, აი იგრძნობა რა უკეთ შედის, კი არა, უკეთ შედის. რაღაც ცადა დედამიწა არ არის მოსახოვებში შესვლაში, მაგრამ უკეთესი მანევრი აქვს, ეს ნუ უბრალოდ ფაქტია. აქ მოვუტრიალდეთ. და დავუბრუნდეთ უკან. ავიც, ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. უბრალოდ ძალიან კარგად დადის ეს მანქანა და ამის უბრალოდ არ აღიარება არის დანაშაული. ამიტომაც უნდა ვაღიაროთ და მოდი ვნახოთ ახლა უკანა გზაზეც რას ვიზამთ. ანუ უბრალოდ ეს ძღოლები რა მეგობრებო რა, არ ვიცი. კარგი, აქ მოდი დავუტრიალდეთ. ხო, თან ახლა ყოველთვის როდესაც შენ მანქანაზე არ სიხარ, უფრო გიშინია. ძალიან მაგარია. ნახეთ რა, უბრალოდ სწრაფიც ხომ არის და ამავდროულად თან ძალიან კომფორტულია სპორტ რეჟიმშიც კი. მოსახოვებში შედის კარგად, საჭე არის საკმაოდ პატარა, რაც უკეთეს კონტროლის შესაძლებლობას გაძლევთ. კარგია, კი. კარგი მანევრი აქვს. საკმაოდ კარგი მანევრი აქვს, მე რა მანქანების მიმართავს, ერთ-ერთ საუკეთესო შეიძლება საუკეთესოს წინ. Ending for connection. If not needed, please turn off the device. მე რა საკვირველი ახლა McLaren-ი არ მიტარებია და ამ შემდეგ, მაგრამ საკმაოდ კარგია ჩემს E-კლასთან შედარებით და ნუ ეს ხო კომფორტზე გათვლილი მანქანა არის მაინც და აი რისთვისაც არის გათვლილი ეს მანქანა იმას აკეთებს მართლაც რომ იდეალურად. ვიზუალურად როგორც გითხარით, ძალიან კარგად გამოიყურება, გარედანაც კი მე მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა უკვე არის 16 წლის, მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ძალიან რბილია. რბილია, სწრაფია, კარგად გემორჩილება, წონა მანქანის დიდად არ იგრძნობა, მაგრამ რაღაც შემაწუხებელი არ არის, იმიტომ რომ ძრავი ნამდვილად ერევა, ანუ ცხენისძალები, როგორც გითხარით, 200 ცხენისძალა, არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ 500 ნიუტონ-მეტრი განსაკუთრებული ნამდვილად არის თორკი, ანუ ეს მანქანა არის გათვლილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ნებისმიერ მომენტში გქონდეთ აი ეს სიმძლავრე. ანუ აღმართზე მიდიხართ, ბევრი წონა გაქვთ. Ending for connection. ნომერს ჩემო ეს ნოი რა უნდა ამას? ვაშო გამაის მოვიღო აქედან. ორიცამ. გამორთე. დიახ მეგობრებო, მე შევძელი. გამორთე აღარ შეგვაწუხებს ეს. ძალიან კარგია. ძალიან კომფორტულია.
აი საერთოდ Mercedes-ში ხო ისეთ შეგრძნება გიცნებათ რომ აი გზას თქვენ ფლობთ. აი ეს მანქანას ნამდვილად გაძლევთ მაგ შეგრძნებას, ნამდვილად გაქვთ ის შეგრძნება რომ ყველაფერი შეგიძლიათ, ანუ სწრაფი მანქანა გყავთ, კომფორტული მანქანა გყავთ, საკმაოდ ლამაზი მანქანა გყავთ, დიდრული მანქანა გყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი ახლა აღარ არის ძალიან ძვირი, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ ძალიან ხარისხიანად არის გაკეთებული და ამ მანქანებს ყოველთვის ეძახდნენ over engineered car, ანუ ძალიან კარგად ინჟინირებული მანქანები, ანუ ძალიან კარგად აწყობილი, ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა ამ მანქანების აწყობაში, დროის მხრივ მატერიალური თვალსაზრისით, ანუ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს, ამავდროულად ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ამის ტესტირებას, ტრეკზეც, ყველანაირ პირობებში და ეს ნამდვილად ეტყობა ამ მანქანას. მე საერთოდ ვფიქრობდი ყოველთვის, რომ თუ ახალ მანქანას ვიყიდი, ალბათ ისევ, ეგ საცობშიც მოგვიწევს ხანი დგომა, ისევ E-Class ვფიქრობდი, იმიტომ რომ ანუ მართლაც რომ უნივერსალური მანქანაა იმ თვალსაზრისით, რომ შეგიძლიათ ყველაფერი, ანუ სწრაფია, კომფორტული არის, შეგიძლიათ აქ 4-5 კაცი უპრობლემოდ ჩაისვათ, ამავდროულად შეგიძლიათ წონაც საბარგულში ადგილიც არის, ამიტომაც პრაქტიკულობა ნამდვილად არ აკლია, წვავს ცოტას, რა ვიცი, 7-8 ლიტრი, ალბათ ნორმალური სიარულით რასაკვირველია. ასე სიარულით როგორც ჩვენ ვიარეთ, ბევრად ნაკლები, მაგრამ ზოგადად წვავს ცოტას ბენზინთან შედარებით და გამოიყურება კარგად. აი ნუ სრულყოფილი მანქანა თავის ფასში ნამდვილად არის, ასე თუ ისე რა, ანუ აი ეს მანქანა რა არის დაახლოებით ხო, ნუ $5,000 ფარგლებში ალბათ. არც კი მინახავს, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან დაინტერესებული ყავი, თვითონ ამ მანქანის ეს მანქანა რამდენად სასიამოვნო სამართავი იქნებოდა და თვითონ ფასი დიდად არ დაინტერესებულა, მაგრამ დაახლოებით ამ ფასში ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს კარგად. ანუ შეიძლება იყოს ამ ფასში სხვა მანქანა, რომელიც უფრო კომფორტულია, უფრო სწრაფია, მაგრამ აი ესე ყველაფერში რომ იყოს ასეთი ნორმალური და კარგიც კი, ეს არის მართლაც რომ გამორჩეული. ხო, ეხლა მოდი მინუსებზეც ვისაუბროთ. რასაკვირველია, ამ მანქანის ყიდვა ერთია, მაგრამ ამას მოვლა სჭირდება. თან განსაკუთრებით 2002-2003 წლის მანქანებს ABS ბლოკის პრობლემები აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირსშესაცვლელი. ეს ბალიშები უმაგრესია, მოდი ხა გადავიყვანოთ ისევ კომფორტზე. უმაგრესია, მაგრამ თქვენ თუ ეს გაგიფუჭდათ, ამის შეცვლა არის ძალიან ძვირი. მაგრამ მართლაც რომ მაგარია, აი ძალიან სასიამოვნოა ბალიშებზე, როდესაც არის მანქანა, ანუ ჩვეულებრივ ამორტიზატორებთან შედარებით ბევრად უფრო კომფორტულიც არის, ამავდროულად უფრო სპორტულიც და რბილიც, ბევრად რბილი არის. მართლაც რომ ძალიან რბილი. გარედანაც გაჩვენებთ ამ მანქანას. ხო, სალონზე ისევ აი ყველაფერი შავია მაქსიმალურად და ხის ორნამენტები საკმაოდ კარგად გამოიყურება. მე წინ ანუ 200 ინტერიერი ძალიან მომწონს, მაგრამ ეს ალბათ უკეთესია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივეს თავისი მუღამი აქვს. აქ ცოტა ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს სივრცე უფრო ნაკლები არის და შეიძლება ასეც არის, იმიტომ რომ ამ მანქანაში ბევრად მეტი აირბაგია, უფრო უსაფრთხოებაზე კონცენტრირებული მანქანა არის, ამიტომაც დადი რა უფრო უსაფრთხოებაზე კონცენტრირებული მანქანა არის. crash testებში მიიღო 5 ვარსკვლავი, როდესაც წინა თაობის E-Class-მა მიიღო 4, ანუ ყველა ასპექტში ეს მანქანა არის უკეთესი და ეს უბრალოდ ესეა. გამძლეობას გამოვაკლოთ, გამძლეობით ნაკლებად გამძლეა, ეს ასეა, მაგრამ სხვა მხრივ უფრო სწრაფი არის. უკეთ გამოიყურება, ალბათ უმეტესობა ვფიქრობთ, რომ კი, უფრო თანამედროვეა ინტერიერი, აი მარტო ეს თვითონ სპიდომეტრი და ეს ძრავის ბრუნის ამცვლელი. ხო, აი ესეც კი უკვე ბევრად უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება და უფრო თანამედროვედ ვიდრე ძველი. ძველს თავისი მუღამი აქვს, ნოსტალგიური ვიდი აქვს, მაგრამ ეს უკეთესად გამოიყურება, უფრო თანამედროვედ, უფრო სპორტულად, უფრო კარგად რა, ანუ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, აი შუაში წერია კიდე ციფრულად, ყველაფერი გითხარით, ჩემი ემოციები ასე ვთქვათ, კარგად გადმოვეცი და რასაკვირველია, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დამიკომენტაროთ კიდეც და ავამაგრად.